საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. მაკა. როგორ ხართ? რა ვიცი, როგორ ვიქნები? დაობლებულები. კი ვიფიქრე დაურეკავ მიუსამძიმრებ მეთქი, მაგრამ ვიფიქრე არ გავაგვიძოთ ხო რა. გეყოფა რა, მართლა. ხო რა, იყო ვიხუმრე. მეც ყინა, მაგრამ ეხლა პანაშვიც ხო არ მოვაწყობ რა. მანანასთან არ იხუმრო, ეგრე იცი რა დღეშია. წაღან ველაპარაკე და თან რომ მეც არ ვარ მანდ. მაკა მე მივალ, მაგრამ შენ მითხარი რა გავაკეთო? არა, ნუ მიხვალ შენ. ლეილასთან არის და ეგრე ჯობია. უბრალოდ დაურეკე, იქნებ უნდათ რამე, ჭირდებათ რამე. მე გუშინაც დაურეკე, უთხარი მოვალ მეთქი, მაგრამ თავი გაიგიჟა არაო. მე ვიფიქრე მეტყვი აქ მოდით ბავშვებთან გაერთობით თქო. მაგრამ მივხვდი რომ აქ მანანას მოსვლა ვერ იყო მთლად კარგი აზრი. მოიყვანეს ისაცოდავე. კი, და იცი რამდენი ხალხია? საღამოს ვიყავი ჩასული მთელი უბანი გარეთაა. კაი რა, აი კეთილი და პატიოსანი და წესიერი კაცი. აბა, არ თქვა. როგორი იმედი მქონდა, როგორ დაგტოვა ესე შუა გზაზე. კაი სასაკე ხოწები რა. მანანამ ისო, არ მინდა ბავშვებმა გაიგონო და არ წამოგწდეს, ხო? კარგი, რა ხა მართლა გიჟი კი არა ვარ, უბრალოდ ვცდილობ ხასიათზე მოგიყვანო, მაგრამ უარესები მოგდის. როგორ ნერვიულობ და როგორ მეცოდება, სულ მეტირება. ეხლა როგორია ამ ასაკში სიყვარულის დაკარგვა? ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ? ვერაფერს. ბაიმე, საზეც ხრის ნახევარია. დროზე რა გეღწე ბავშვები გაღვიძეთ, თორე დააგვიანებენ. მიდი წავედი კოცრი. მოიცა, მაკა. ეხლა 100 წლის დროით ხო არ გავუშვებ ბავშვებს სკოლაში. 1 საათი გვაქვს კიდე. ვაიმე რა სულელი ვარ და საცრუ შეხედოთ გული გამისკდა. მე არა ვშევს. თავარია რომ გაიცინე. მასაყარელი ვარ რა. ძალიან. მეც მიგვირს როგორ ვარ ეგეთი საყარელი თქო. კაი, ძალიან ნუ შეიფერებ, ხა წავედი კოცრი. ნათი. მე ვზივარ და შენ გასაქმე? ნორმალურია ხო ეს? ძალიანაც ნორმალურია. მთელი 5 თვე ვიწექი მე და შენ მივიდი. და ეხლა ყველაფერში მეხმარები. აი მე დილას გავგიჟდი კოტიკო, რამდენი სარეცხი დაგიფენია. შენ თავი დაანებე მე ჩამოვხსნი რომ მოვა. ეს რა ძვირფასი საზოგადოება გვიახლა, ნათია? თა როგორი ჩაცმუდაბანი დავარცხნილები? დაგვიზარდენ შვილები, ნათი. მოდით, დედიკომ გააკეთა თქვენი საყვარელი კექსი. შავ-თეთრი. ამოიღეთ ბავშვებო ხმა. უკამ დაიწყოს. მარიამა დაიწყოს გოგოა და გოგო რა შუაშია. რა ხდება? ამოიღეთ. მოხდა რამე დე? გული ნუ გავუხეთქეთ ხალხს, თქვით რამე. კაი ხო. მოკლედ, დე, ბებიასთან რო ვიყავი. ჩუტყავალა რომ მქონდა. გახსოვს? კი, როგორ არ მახსოვს დე? ხო და რომანი ბიძია 50 ლარი რომ აჩუქა. ცოტა დამეხარჯა, მაგრამ 39 ლარი დამრჩა და ეს მამას. მე კიდევ ველოსიპედი რო ვიყიდეთ, იქიდან 20 ლარი მომჩა. 5 ლარი მაქვს და ესეც მამას. მე 4 ლარი და 80 წუთი მაქვს. ექსკურსიაზე რო გამატანეთ იმ ფულიდან. მე ნახატი დაგიხადა 5000 ლარი გაიყიდება, ხო გაიყიდება? გაიყიდება მამი, აბა რა იქნება? მაგრამ ფულს მე რატომ აძლევთ? მათემ გითხრა, შემთხვევით გავიგე. მანქანას ყიდისო და კოტიკო. მე რა შვილები ყავს? ვაი მე ღმერთო მადლობა, ღმერთო. აბა, რა ბანკი და რა კრედიტი შეგვაშინებს ერთი მითხარი? მა, ბანკი გაჩხუბება? უკვე აღარ მამი. გინე ჯოხიც გაჩუქო. მადლობა ღმერთს არ დამჭირდება მგონი, ისე შენ მქონდე შეინახე. წავედი აბა. გადავიხდი ახლა კრედიტს. რაც დამჩება ფული, მოვაყოლებ რამეს.
რას აკეთებ? რატო დგახარ მანდ? აუ ამბოლო დროს გაღვიძების მეშინია. რატო? იცი რამდენჯერ დამისიზმრა ეს ყველაფერი. ხო და გაიღვიძე, რეალობაა. მაშინ მახოცა. თუ იცოდე რომ მართლა გვიძა. აუ მართლა მე. კაი ბავშვი. არ ბავშვი. მართლა არ არის ბავშვი. შეხედე რა ხელა კაცია და როგორი სიმპათიური დაჯექი. იმიტომ რომ გეკულესის ფაფას ჭამს. ბაბუ მთარ ტყუილია. დედა დიდი ყავს, მამა დიდი ყავს და მაგიტომაც ხარ შენ ასეთ დიდია. ხო ჩაღბავ. თვალი აუხელია ბავშვი. ხო კაი დაუჯერე შენ ბაბუს. და მე მამა შეჭამს ფაფას. და მე იწუწუნე რომ მამა ჩემზე ღონიერია და მეც მინდაო. მაგარი გემრიელია. კაი მეც გადამოვონ ცოტა. აია. მოგწოდა? აუმიდე რა. აი ცოტა ბოლომდე შეჭამ. მადლობა. ალო. გამარჯობა ლევან. ვერ მიცანი? თუ არ გაგიხარდა ჩემი ხმის გაგონება. უკაცრავად ვისთან ეკავთ? ძალიან კარგად იცი ვისთანაც რო ეკავა. სხვაგან მოხდით. ისა ლევან. აბა ჭამეთ ბოლომდე. ვინ იყო? ნუ ეს სხვაგან მოხდა რა ვაზე. გასო. რასაკეთებ? კარადა სალაგებ? ხო და კაი არ შემოხვედი ისა. მე გუში დავაწყრიალე აქ. ვიცი, ახლა ცოტა სხვანაირი დალაგება მაქვს რა. ცოტა ცხოვრებისა როლი. რას მიყურებ ისა? რაც გუგასთან ჩქარია ყველაფერი უნდა გადავყარო და მოვაშორო აქედან მაგის დანახვა. თელ კარადას გადაყრი. არა, იზო, რაც გუგასთან ჩქარია თქო. გუგას ფულით ნაყიდი როა იმას არ ნიშნავს, რომ გუგას ნაყიდი. ეს მაგალითად მაქსმა რა. ჩეკეტევა? გურა რა ჩამეტევა, მაგრამ რა? არ მოგწონს? რასა მოვჩემი დასაწუნი რა ჭირს? ოდე წაიღე. აი ესეც ნახე პარიზიდან ჩამომიტანა. ესეც გუგამ ჩამოგიტანა? არა, ეს მე ვიყიდე ისა. კარგი, მე გავალ. არა, ესა წახვალ, ნახე კიდე რამდენი რაღაცა მაგას აჩუქებელი მოიცადე რა. მე დიდი მადლობა ტასო, მაგრამ მე სად უნდა ჩავიცვა ეს ტანსაცმელი ან კი მომიხდება? მოგეშინია ისა. აგერ ნინო მოიხდინა ჩემი ქმარი და შენც რამენერად მოიხდენ. მაქს მარაში გაკეთებულ გუფთას სხვაგან მოექნება დამიჯერა. დაჯექი. მანქანა ძალიან კარგია, მშვენივრად დადის. რა. ჭირდება ასე ამ ეტაპზე და. ხო და დამიტოვე. დღესვე გავყიდი და ფულსაც ჩაგახუტებ. მომისმენე რა მაინტერესებს? აი აქ რო გასმულია. ეს ფასზე იმოქმედებს არა მაინც. თუ ვეტყვით იმოქმედებს, მაგრამ რატო უნდა უთხრა? თანაც აი ცოტა ჩაჭეჭყილი იყო, გავასწორი და აღარაფერი აღარ ეთყობა, ხედავ? მოდი და ყველაფერი უთხრა, როგორც არის, არ უნდა თქო. რა ტყუილს ლაპარაკო, ტყუილი რა შუაშია კაცო. შეხედე, არაფერი არ ეთყობა, ხო თუ იცი მაშინ კი. ხო, მაგრამ მაინც რა. მოიცა, ვალერ. შეხედე, გაჩხაპრილი იყო, ეთყობა რამე. არა. აჰა. და ამისთვის დამიძახე? ოტე, ამდენი პატიოსნებაც არ ვარგა რა. რატო კაცო მაწყენს? შენ არ გაწყენს, მანქანას ხო აწყენს? ამას კი, მაგრამ ისიც უთხარი რა. აი ფარი მეორადი რო არის. არ მინდა მოვიტყვი. კარგი, რული აქვს გადატანელი და როყიდიან იმას არ ეუბნებია. შეკიდე მეორადი ფარი უყენიაო, კარგი რა. არ მინდა რა ტყუილი ცოდვაში ფეხი ჩავყურო. ყველაფერი უთხარი როგორც არის ამ. იცი რას გეტყვი? მე ვიტყვები, შენ ხო არა? მე იმას მოვიტყვები, რომ არ მომიტყვებია მეთქი. კარგი, მე მგონი გეჩქარებოდა და მიხედეს. მაგრამ გავრბივარ და საღამოთი გამირეკე, კარგი? რა თქმა უნდა და ფულსაც ჩაგახუტებ. აი ხარ. კარგი.
ნინი სანდრო მა აბა ვერ მოგაკითხავთო რავი მა ცოტა თავი ამტკივდა და ვიფიქრე ბავშვებს გავავლი და მეც ცოტა სწავძინებ თქო კაია ფეხიც არ უთემეზარებოდა შენ როდის რა არ გეზარება მა თავი რატო გტკივა ტვინი მა ვერმა ტვინმა იცის ხო მესმის შენი ხო თუ ხუმრობ ანუ არ გტკივა შენ ამაზე არ ინერვიულო მე ცოტა სწავძინებ და გამივლის აუ ფეხბურთზე ჩემის უნდა წავიდე და მე სტუდიაში ბავშვებო კი არ კვდები ცოტას დავისვენებ თქვი მა ჩვენი მეზობელი რო გარდაიცვალა იცი ხო ავთობა კი ვიცი იცნობდი კი ნათესავი იყო თითქმის რა ჩვენ ნათესავი დედის მხრიდან ოღონდ დედასთან არ წამოწდები რატო ხო აი მაშინ ბურგერი მაჭა და თან დავფიქრდე მართლა ძალიან მტკივა თავი რამე ვირუსი ხო არ არის ჩემ ყოლსაც ქონდა სულ თავი მტკიოდაო ძალიან მგონია ერთსადე არა სიცხე არ გაქვს რავი თუ ეგრე არის მე სუგიდან საერთოდ არ წავალ ფეხბურთზე მე რო აუცილებლად უნდა წავიდე სტუდიაში წახვალ ბოლო ტაქს გამოვიძახე ჩასხედით ახლა აუ ტაქს თუ იძახე მაშინ ბურგერებიც გამოგვიძახე ჩასხედით რა რა არის ეს მარტო ყავას რო ვსვამთ რაღაცეები შევუკვეთოთ კიდე არ გინდა გინდათ ღვინო დავლიოთ ყველაზე ძვირიანი ღვინო მე რო ვერ ვსვამ მე უნდა მიუბრუნდეს სამსახურში და კლიენტებს ნასვამი ვერ დავხვდები მოიცა შენ საყიდლებზე არ მომყვები ვერა ჯერ ვერა 2 საათში კი 2 საათში აღარ მინდა გაიყიდება ყველაფერი აბა დაიტაცებენ მორჩი სიცილს და გირჩევნია შენ წამომყვე შენთვის ეირნება კარგი სუფთა ჰაერზე კი ვინ ისე დაწკრიელებულ მაღაზიებში გატარებ ნათია შენთვის სუფთა ჰაერი ეგ იქნება არა ვერატასა ბავშვი მარტო ყავს და ტოვებობ ახალი მეგობრები მინდა არ არსებობს რომ მეგობრების მაღაზია უნდა შეგცვალოთ რა და კოტიკო სად არის კოტიკო აი აქ არის ხო კოტიკო ხო ასე ცოტა კაი რა კაი მოიცა ხა შენ არ ინერვიულა გამოჩნდება მყიდველი არა კოტიკო ხა ერთი თვის კრედიტის დაფარვის ფასად მანქანა მცოდოა არაფერია არა მე არ ნერვიულობ შენ თავს ფიცავა კაი მიდი მართლა შეწყე ნახდება მშვიდობა კი ღვთისწყალობით მე ვერ ხარ შენ კარგად ხო კრედიტიო და არ ინერვიულო და რა მშვიდობა მე ჯანმრთელად ხო ვარ რაც თავარია კი ჯვარი გწერია ნათია მოყევი ახლა რა არაფერი ანუ კოტიკოს წელწრთველი ჩაუვარდა მოკლედ და რაღაცა ვალები დაედო მოუხდა კრედიტის გამოტანა და ეს რაღაცა 2500 ლარია ყოველთვის შესატანი არა კოტიკოს ნახევარია მაგრამ ვაჟასაც რაღაცა პრობლემები აქვს მოკლედ და ვაჟა კოტიკოს ბიზნეს პარტნიორია მოკლედ მანქანას ვყიდით რა ნათია 2500 ლარის გამოყიდით მანქანას და უმანქანოდ რჩებით ამ ხავა ოჯახი რა ხტო ეხა ტრანსპორტით ვივლით აი ღმერთმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბარისთვის შექმნა ვაიმე ზოგჯერნა მეტანი მომდის ხო ნუ ეხლა თავარია მანქანა გაიყიდოს და ნუ კოტიკო მარინერვიდოს რა აი ჩემი კუცი ხარცა მადლობა კოტიკოსთვის ვახ ბიჭო გავიგდე. აუ, სახლში სამი სუნი დგას. აუ, ჩვენი ყველიანი მაკარონი. დახურე რა ბუჯა. სამაგიეროდ გუფთა გადარჩა. აუ, გუფთა მინდა. ვარცე. აი როგორ ეთყობა რომ ყველაფერს სახში მაგააკეთებს. მე ბიჭო. მზასაწულის გაცხელება, არა, ნულიდან ვისეკეთება. ბიჭო, მიმეძინა. ოჯახ, ნუ შენ თუ ამ პოლში გეძინა.
კიდე კაი არ გაიპარე. აუ, დათო. თავი მისხდება და გეხვეწები რა. ეს გუფთა აჭამი რა ბავშვებს მეც ვთხოვ. ბიჭო, ისეთ მომენტში ნუ გაიგებ, ხო იცი როგორ მიყვარს ამ ხელა ბავშვებთან ურთიერთობა. მაგრამ შენ აქ ჭირსე. რა ვიცი, რა მჭირს. თავი არ გტკიებია? რაც შემოვედის მოუჯამრთელად არ მინახი ხარ. რა მაშინ იყო დალია და 3 დღე პახმელიდან ვერ გამოყვედი. მე არ დალია და ბორდეულზე მახოხიალია. ეგ თუ თავის ტკიველია უბრალოთან ოჯახში. და უმახსოვრებია. ბიჭო, პატარები კი აღარ ვართ, მოვა. ჩვენ ასაკში პანდაპონტიცუიო ხალხი. გეხვეწები რა. კაცივდება ეგ გუფთა და მე ვილაპარაკოთ ცხოვრების ამაოებაზე, კაი? ამაოებაზე არა, კვახი, წადი ბიჭო, გაიკეთე სისხლის ანალიზი, რა დაგემართა, ხო გაგდასყვევა. კი, მაქვს და გავიკეთებ აუცილებლად. მე წადი გაიკეთე, იქნება და პატარა ჰემოგლობინი გაქვს დაბალი. კაი ხვანჭკარა მივცხოთ. თან დედაჩემის დაქალი შენ პირდა გასვლის კაი 5 ლიტრი. ანუ დაბალზე ვიჩალიჩო? იღადავე, იცი რა მურდალი რამეა. ელგას კონდა ფეხბზიმობაში. ფეხზე ვერ იდგა. ხო და აი, ზუსტად ეგრე ვარ დღეს. ოღონდ ორსულობა გამორიცხულია. ბავშვებო! აუ ბიჭო. ზოგადად გავს არ მინდა გუფთა რა. რაღაცა ბაღი გამახსენდა. მეც მაგრამ შენა მოდი. გამოიცახოთ რამე. უბა ჩიზბურგერი მომდა რა. პიცა. პიცა იყო. აუ, აი. რა? აი მოიცადე. ჩიზბურგერი, პიცა. არაფერი. არაფერი. პონტი ბრედია ხარ ბიჭო, აი იყო. მორჩა. ვიძახებ ჩაულა. Yes. საღამოშვიდობის. ვერ ვიტყვი ხა თან მშვიდობიანი საღამოა, ან გუშინ იყო მშვიდობიანი. არ ვიცი, რაღაცნაირად ძიმე დღეებია. რაღაცა ცუდი მივლინება გამომივიდა. არა, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, მართლა. დარწმუნებული ვარ თბილისში კი არა, საქართველოს მასშტაბით. რამე დეველოპერულს თუ გადაწყვეტენ ჩვენ გარეშე აგურზე არ დადებენ ესენი. ხო, ეს კარგი ამბავი, მაგრამ ცუდიც რო ბევრია. მე ბოდიში რა ქაური რაღაც მუსიკალური არხი ყოფილა ჩართული. რაღაცა თავიდანვე ისე დაიწყო რა ეს მევლინება. ჯერ გეგმავდი კვირადღე ბავშვებთან ერთად გამეტარებინა ვიფიქრე კინოში წავალთ თქო და მთელი დღე ზურესთან ერთად სამსახურში მომიწია ჯდომა. მე უცებ გავიგე რომ 8 საათში აქ უნდა ჩამოფრენილიყავი. თან ისე რომ ვერ გავარკვიე ტასოს და გუგას შორის რა მოხდა. არა გუგა ყველაფრის ღირსია, უბრალოდ არ მინდა რომ ჩემი მეგობარი მკვლელი გახდეს. ხო და ჩამოფრენდი თუ არა ეგრევე ტასოსთან დავრეკე. ეცინა. გავაღვიძე და გამიბრაზდა, გამითიშა ტელეფონი. დამშვიდდი, გავიგე რომ სახლშია და არა ციხეში. მე არ მინდა დავაგება. ის რაღაც ხო დავკიდე კარებზე, არა? ინგლისური არ ცოდნია. ხო და რას ვამბობდი? ტასოს დავურეკე და გავაღვიძე თქო, ხო? სამაგეროთ დედა ჩემს არ ეძინა მთელი ღამე. რა ვქნა ძალიან მენანება ძიავთო, მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად დედა ჩემი მეწოდება. აი რატო მოხდა ეს ყველაფერი? რატო რა დააშავა დედა ჩემმა? მეც რაღაცა და მეც იმ სახლში ვიყიდე ბინასაც ის კაცი ცხოვრობს. ან არ ვიცი რაღაცა და მეც იმ დღეს გაფუჭდა ის ნიჟარა, როცა დედა ჩემი იყო სახლში. ან აი ეხლა როცა ეს ყველაფერი ხდება თბილისში, აქ რატო ვარ? აი რატო? არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. თბილისში მინდა და დედასთან მინდა. ვა, ლევან. ოჯახურდა მე. რატო ასე უხეშად კაცო? ან გამოსვლა მომილოცია რა. ხო, გილოცავ, რა გინდა? რა მინდა და ჩემი $30,000, შენგან სხვა რა უნდა მინდოდეს. რა შენი $30,000? მე ჩემი ვალი ბოლომდე გაგისტუმრე, ხო? ეგ მართალია, კი, გამისტუმრე, მაგრამ შენმა ძმაკაცმა ჩემი ძმაკაცი მე 100 წელია არ მინახავს. იპოვე და მოთხოვე ძმაო. ეხლა ცოტა ხმას დაუწიე და ყურადღებით მომისმინე.
დამწყდარია ბიჭო, თორე შენ კი არ შეგეკითხებოდი, რას ვიზავდი ან რას გავაკეთებდი. ხო და რო გამოჩნდება იპოვე და მოთხოვე ძმაო. დაკ მეორედ აღარ მოხვიდე რა. აი კაც. ეხლა ყურადღებით მომისმინე ლევან. ან იმ შენ ძმაკაც ნახავ და მოატანინებ მაფულს. ან შენ თვითონ იშოვე. ერთ კვირას გაწევ რა, მოკლედ. თორე მე სხვანაირად დაგელაპარაკები. აქ კი აღარ ნახავ. დაგადგები სახლში. აიგე. მინდა შენ ვიან. მოვდივარ. მოვიდა ჩემი კუცი. ლალო, ჭუჭურტანაში მაინც გამოიხედევ, გავარეთ ამე კუცის. მე ძალიან დავიყარე. რამდენ ხალა? დავხარჯე გუგას ფული. ბევრი არა, ცოტა. რატო? ვერ შეპინგე? ვერა. ვარ ვიცი, შევედი მაღაზიაში და მივხვდი, რომ არც ვიცი რა მინდა. თან დღეს გარდერობი გადმოვალაგე. იზოს იმდენი ტანსაცმელი ვაჭვერე, კიდე იმდენი ტანსაცმელი დამჭა ამ გარდერობაში, რომ სად წავიღო არ ვიცი. მოკლედ რა. ხო და ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, მაგრამ სიმართლე გითხრა, ბევრი არ ვიფიქრე რა. გადავწყვიტე შენთვის მომეც. ზუსტად 2500 ლარი. აი მე არა ტასო, არავითარ შემთხვევაში. რატოვითო? აბა რა არის ეს ორსული გოგო მარშრუტკით აპირებს სიარულს ამ ვირუსების პერიოდში თუ რა არის? აიღე ეხლავე. აი ხო, მაგრამ რა არც ვიცით როდის დაგიბრუნებთ. კაი ნათია რა. როცა გეკნება, მაშინ დამებრუნებ. ან სულ უნდა დამებრუნებ თუ კი. აი მე ტასო. აი მე ღმერთო მადლობა. ღმერთო თუ ტასო? ყველა ღმერთოც ჩვენც, გუგაც. გააფუჭა ეხა ყველაფერი. ოკეი, და გიხოწა ვერ გვიტან, ბიცვეტირება გიხოწა. მოდი აბა გავიცილებ, ეხლა მოდი აბა გავიცილებ. არა, ნათია, ეგრე არა, გიხოწა. არ დაიწყო ეგრე, არა, გავიღიმოთ, ჯობია, ეგრე არა. მე არ დაიწყო ეხლა. გავიღიმოთ, ნათია.